უცხოეთში მიცხოვროს იმისთვის ხმის მიცემის ჩამორთმევა, ანუ ფაქტობრივია ეს კარგია თუ ცუდი. ხოსებს არგუმენტი რომ სადღაც აღარ მახსოვს ირლანდიაში სადღაც ასე არის. გასაგებია ხოსები იმ მიდგომას იყვნენ რომ მათთვის საინტერესოა და მათთვის მომგებიანია. ეს მაგრამ ბოლოს პოლიტიკოსებს ამას როგორ აუგზავნავ? ის გაწოლება მიიღოს, რომელიც მისთვის მომგებიანია. მთელი პოლიტიკა ასე აწყობილი, მაგრამ შეხვდა დაუპირისპირო ის რომ ირლანდიაში ასე არის, ან გერმანიაში ასე არის, შეხვდა დაუპირისპირო კაცო რატომ არის იქ როგორ ამაზე ხოდა ილაპარაკო. მათ შორის ის ხონდა გაარჩიო რომ შენ ვერ მოახდინე იმის ემიგრანტების მობილიზება. აპლიკაციებს აკეთებდნენ, რაღაც ჯგუფებს აკეთებდნენ, რაღაც რეგისტრაციებს აკეთებდნენ და ხო ვერ გააკეთეთ. ხო ვერ დაორგანიზდა ეს ხალხი. და რამდენი ფული დაიხარჯა? და ეს ფული რომ უბრალოდ გამოეგზავნათ აქ და ხალხი მოესყიდა და უკეთესი არ იქნებოდა? ხო და აი ხო ხდები რომ შენც ხვდები რომ შეიძლება შენთვისაც კარგი რაღაც გააკეთოს ქოცებმა რომ უბრალოდ ენერგია აღარ დახარჯო იმ ხალხზე რომლის მობილიზება ძალიან რთულია. მაგრამ მინიმუმ ის შესთავაზო რომ ხალხმა ფული გამოაგზავნეს. აჩვენო რა ახლა შეურაცხყოფა მიაღწიეს ქოცებმა. კი ბატონო. როგორ აი მათ შორის ის ცხრილები რომ როგორ არენდობიან მათ, როგორ იმ რაღაცა მიზერულ უფლებასაც და ვითომ საქართველოს სახელმწიფოს ამეთი ერევიან ისიც წაართვი შინაარსობრივად. და ნუ რის გამო თან 30000 ხმის შეგეშინ და ამის გამო წაართვი თუ შეურაცხყოფის მიყენება არ გინდოდა. კი ბატონო. და შენეუბნები რომ თუ გინდა პასუხი ვიში კი არ ჭირდება ამას და რაღაცა ტევე პირველზე ხტუნაობა. არამედ ამას ჭირდება რომ ყველა ის ადამიანი მოდი მოაწყო ისეთი ტიპის რაღაცა, სადაც აი ყველა ემიგრანტი რომელიც ფულს აგზავნის საქართველოში გააცნობიერდეს რა როგორ შეურაცხყოფა მიაღწიეს ქოცებმა. როგორ არენდნენ მათ, როგორ რაღაცა კავშირი სამშობლოსთან, თუნდაც ძალიან მკრთალი მექანიზმი, მაგრამ სიმბოლური სრულიად ჩამოაშორეს და თავიანთ ფულს მიცემ მიმართულება. ანუ ეს კამპანია რო აწარმოებთ ხალხო თქვენ ფულს და უბრალოდ რომ ითვლებოდეს რომ ფულს რო აგზავნი, ავტომატურად თუ იღებ ფულს ჩვენი ემიგრანტებისგან, ის ხალხი ვინც ემიგრანტებს მიაყენა შეურაცხყოფა არ უნდა აირჩიო. აი ეს კამპანია რო აიღო პრიმიტიული. ვინც გინდა აირჩიო, ხო და გარდა იმისა ვის ხმაწაკო. ხო ვინც აგართვა ხმა. ოღონდ აირჩივინე და არ მონაწილეო, მოდი ისა რა ქვია ერთ ხმას ხო აკეთებდი ასე. მოდი ახლა იჩალიჩე ერთზე მე უფრო მეტად დააზიანო მოწინააღმდეგე.